წარმოიდგინეთ, საჩემპიონო გზაზე ვგებ ჟოზე ალდოს, ჰენრი სეხუდოს, პიოტრიანს, სატიტულო ბრძოლაში ქამარ სათმევ შონომალის და ბოლოს, როდესაც ქამრის დაცვა გიწევს კაცთან, რომელსაც ტოპათის მხოლოდ ერთ მებრძოლთან აქვს ნაჩხუბი, მასთან ძალიან დიდი ანდერდოგი ხარ. მე კი დღეს შევეცდები დაგმიკიცოთ საპირისპირო და მოგივყეთ იმ 5 მიზეზზე, თუ რატომ დაამარცხებს მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვს. Takedowns, he will not control me. UFC-ში გამოჩენის მომენტიდან მერაბ დვალიშვილი გახდა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფიგურა სუპერსბუქ ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი დებიუტი წარმატებული არ ყოფილა და პირველი 2 ბრძოლა დათმო, ქართველმა ნამდვილად შეუდარებელი კამბექი დადო და ზედიზედ 11 ბრძოლა მოიგო. წარმოიდგინეთ, რა შთამბეჭდავია, მაგრამ იმ ხალხის რეზიუმეები, რომლებიც მერაბმა მთელი ამ დროის განმავლობაში დაამარცხა, უფრო შთამბეჭდავია. ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მერაბმა სრული დომინაციით დაამარცხა. შორს რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია გავიხსენოთ მისი ბრძოლა შონომალის წინააღმდეგ, რომელიც 5 რაუნდის განმავლობაში უბრალოდ არ გაახარა. როგორ ახერხებს ამას მერაბი და საერთოდ როგორ შეუძლია რომ ქართველმა დაღესტნელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხოს? What he talking about? I really don't know what he talking about. Disrespect. I talking, but I didn't talk bad person or something. I talk about fight. I thought, hey, Merab, you try to avoiding me. You doesn't mention my name. ქართველი ზედმეტსახელით მანქანა ტყუილად სულაც არ არის. მისი კარდიო ორგანიზაციაში და არა მხოლოდ არის უდაოდ საუკეთესო. მერაბისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია მეტოქის მუდმივ წნეხში მოქცევა. თუ იწყებს კომბინაციას, აწვება ბოლომდე, აწვება იქამდე, სანამ ოპონენტს არ წააქცევს, არ დაამუშავებს, მერე ისევ არ წააქცევს და ასე უსასრულოდ. ძალიან რთულია ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც მერაბ დვალიშვილია, ზედიზედ ამდენი 테이크დაუნი დაიცვა, შეძლო და ენერგია დაზოგო. შესაბამისად, მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდებში ოპონენტების უმრავლესობას სუნთქვაც კი უჭირს. When he was carrying Henry Cejudo with his tongue out, and he's like a savage baby. moment. What a savage moment, walking over to Mark Zuckerberg, holding Henry fucking Cejudo, 2-division world champion, gold medalist. Look at that. That's insane. მეორეს მხრივ, უმარი დარტყმებით უფრო კონკრეტულად ლექიქებით ცდილობს, რომ მეტოქე დიდ დისტანციაზე დატოვოს. ისე დისტანციაზე, საიდანაც ოპონენტი კრივის გაცვლებში ვერ შემოვა. ეს საშუალებას აძლევს, რომ კონკრეტული ეპიზოდები სათავისოდ გამოიყენოს და ხელებით კომბინაციის შემდეგ ფეხში ჩავიდეს. ეს ტაქტიკა ძირითადად მოქმედებს ისეთი მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებიც ბევრს არ მოძრაობენ და საერთოდაც დგომსაც არ იცვლიან. მერაბის შემთხვევა კი განსხვავებულია. ამიტომაც კაცმა არ იცის უმარის ეს ტაქტიკა მანქანის წინააღმდეგ რამდენად მუშა იქნება. თუმცა კრიტიკოსების აზრით, კარდიო არ იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ასპექტი. You know, for me it's gonna be a long night. I will not give him to like takedowns. He will not control me. I have good skills, like striking skills, and I can make for him a lot of problems. სანამ უშუალოდ ჭიდაობას შევეხები, უნდა აღინიშნოს, რომ დვალიშვილის რეზიუმე საკმაოდ ბევრს მეტყველებს მის გამოცდილებაზე. მისი ბრძოლების ყურებას თუ დაიწყებთ თავიდან და თან მიმდევრულად მიყვებით, შეამჩნევთ მის უდიდეს ზრდას და განვითარებას როგორც მებრძოლის. ამ მხრივ ნურმაგომედოვს საამაყოდ მთლად საქმე არ აქვს. მას ტოპათი მებრძოლიდან არავისთან აქვს ნაჩხუბი გარდა კორი სენთეგენისა. აქვე გეტყვით, რომ ჩემი აზრით სენთეგენს ცოტა მეტი საბრძოლო IQ-ი მქონოდა, იმ ბრძოლას არ წააგებდა. თუმცა ამაზე მოგვიანებით. მიზეზი რატომაც ქომაგები ფიქრობენ, რომ უმარი აუცილებლად გაიმარჯვებს, ეს მისი ჭიდაობის უნარია. ფიქრობენ, რომ ეს მერაბზე ბევრად უკეთესადაც გამოსდის, რასაც მე პირადად არ ვეთანხმები. მისი ჭიდაობა შეიძლება მართლაც ეფექტურია 3 რაუნდიან ბრძოლებში, მაგრამ 5 რაუნდიანი ბრძოლა ეს საერთოდ სხვა განზომილებაა. სხვა განზომილებაა ისეთ ადამიანთა, რომელსაც საჩემპიონო რაუნდებშიც კი იმდენივე ენერგია აქვს, რამდენიც ბრძოლის დასაწყისში ჰქონდა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საერთოდ მოახერხებს თუ არა დაღესტნელი მერაბის გაუჩერებელი 테이크დაუნების თელობების შეჩერებას. მოდი ვისაუბრებ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომელსაც ამ ბრძოლაში შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს. უმარს შეიძლება ცუდი 테이크დაუნ დიფენსი ნამდვილად არ აქვს, თუმცა ამას ასე მტკიცებით ფორმაში ვერანაირად ვერ ვიტყვით. ისევ მისი წარსული ოპონენტებიდან გამომდინარე. ის მებრძოლები, რომლებსაც იგი თავის დროზე ეჩხუბა, ნამდვილად არ გამოირჩევიან კარგი საჭიდაო უნარებით. ამიტომ დვალიშვილი უმარისთვის ნამდვილად რთული გამოცდა უნდა იყოს. აი ქართველებს კი ბრძოლის დროს წესით და რიგით ამაზე ნერვიულობა არ მოგვიწევს. მანქანას მშვენიერი 테이크დაუნის დაცვის უნარი აქვს. ოფიციალურ სტატისტიკებზე დაყრდნობით, მისი 테이크დაუნ დიფენსის საშუალო მაჩვენებელი 80% შეადგენს, რაც მე მგონი რომ კარგი რიცხვია. ეს უნარი კი საშუალებას აძლევს, რომ ეპიზოდი მისთვის მომგებიანი პოზიციით დასრულდეს. თანაც ქართველს ძალიან კარგად შეუძლია ურთულესი ეპიზოდების კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს მარიკის იმოსთან ბრძოლა დათმო,
ეს ჩხუბი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია გაუძლოს წაგებულ პოზიციაში ყოფნას. What I said? Whatever you say, why you disrespect? Because I won't. Why you can do? Why you disrespect? Why you disrespect me? Come here. Because I won't. What you can do? Why? I will show you what I'm gonna do. I will show you. Come here. I'm here. Come here. ქართველმა ზუსტად იცის, თუ ვისთან როგორი სტრატეგიით და გეგმით უნდა იჩხუბოს. და ეს ძალიან კარგად აგვანახა მან სატიტულო ბრძოლაში შონომალისთან. შუგას ეგონა, რომ გამოვიდოდა ქართველის წინააღმდეგ, დადგებოდა მის უკანა ფეხზე და დაელოდებოდა სწორ მომენტს. მომენტს, როდესაც ოპონენტს კონტრშეტევაზე დაიჭერდა, ისე როგორც ეს ალჯამენის სტერლინგის წინააღმდეგ გააკეთა. Sterling on it. თუმცა ბრძოლის სცენარი საერთოდ სხვანაირად წარიმართა. მერაბი მთელი ბრძოლის განმავლობაში მეტოქისგან ან ძალიან შორს, ან ძალიან ახლოს იდგა. მომენტებში აკეთებდა მოძრაობებს, რომელიც ცოტათი აღიზიანებდა კიდეც შუგას. გულშემატკივრები მაგრად გავერთეთ ამ ყველაფრით, თუმცა სინამდვილეში ეს ყველაფერი გეგმის ნაწილი იყო. შონი გაურკვევლობაში აღმოჩნდა, აღარ იცოდა რა ექნა და თუ კი სადმე კონტრშეტევის შანსი გამოუჩნდებოდა, ქართველი მაშინო ფეხში შედიოდა და უმეტეს შემთხვევაში მისი ტაქცევაც გამოსდიოდა. აი, როგორც კი საჩემპიონო რაუნდებს მიუახლოვდნენ, ამერიკელი ძალიან დაიღალა და ბრძოლა როგორც დამთავრდა, ყველამ კარგად ვიცით. Yeah, I think that Umar probably will win. I just can't really see a path for Merab to win. Like, I don't think that he's going to be able to like strike with him. But I also don't think that he'll be able to take him down and control time him like he was able to do against O'Malley and he's been able to do against other guys. ჩემი აზრით, მერაბს უმართანაც განსაკუთრებული და სწორი ტაქტიკა იქნება შერჩეული. და თავისთავად ალბათ ბრძოლის ბოლომდეც ამ გეგმას მიყვება. ასეა თუ ისეა წინ მანქანას ურთულესი ბრძოლა ელოდება. დანამდვილებით არ ვიცი როგორი გეგმით გავაიგი ოქტაგონზე, თუმცა მე პირადად ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიუხედავად უმარის დიდი ფავორიტობისა. დავაროდოთ 18 იანვარს. მე კი დღეისთვის დაგემშვიდობებით. მეტი კონტენტისთვის გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო. ჩვენ კი შევხვდებით მომდევნო ეპიზოდში.